მიუხედავად და შეხვედრებს მართავს ყოფილი პრემიერიც გიორგი გახარიას უკვე ჰქონდა რამდენიმე აუდიენცია ევროკავშირის ქვეყნების პირველ დიპლომატებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი შეხვედრა საფრანგეთის ევროპის მინისტრთან პარიზ ოლიგარქის წინააღმდეგ, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეცაა, სანქციები ამ დრომდე არ დაუწესებია. პარტია საქართველოსთვის დელეგაციის წევრია ელგუჯა ახოკრიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში. ბატონო ელგუჯა, მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. ჩვენ ბუნებრივია ვისაუბრებთ ამ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენ გქონდათ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ძირითადად, მაგრამ გვითხარით ასევე შემდგომ რა ტიპის აუდიენციებიც გაქვთ ჩანიშნული. დავიწყოთ საუბარი ბუნებრივია საქართველოსთან დაკავშირებით. განწყობები გვითხარით, აი ვესაუბრებოდით ჟურნალისტს, რომელმაც თქვა, რომ აი ეს გადაღლა შეინიშნება საქართველოს საკითხით, რომ ეს არ არის რაღაც პირველი დონის პრობლემა ევროკავშირის გადმოსახედიდან. გვითხარით, როგორია განწყობები, აი რა გზავნილები მოისმინეთ თქვენ, როდესაც შეხვედრები გქონდათ გუშინ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გეტყვით, რომ ეს არის გლობალური ფორუმი, სადაც რა თქმა უნდა პირველი პრიორიტეტის საკითხები თან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო კონტექსტს, სხვა თემებია. მაგრამ ზუსტად მაგიტომ ვართ აქ და ზუსტად მაგიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ვიმყოფებით და შესაძლებლობა აქვს გიორგი გახარიას, რომ შევხვდეთ რაც შეიძლება, ორხრივი შეხვედრა მოხდეს რაც შეიძლება მეტ ჩვენი პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი ხდება მეგობარი ქვეყნის აღმასრულებელს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი საკითხი საქართველოს საკითხი აი ზუსტად მაგ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არის ტოპ პრიორიტეტი, რომ დარჩეს ამ განხილვის თემა. პირველი ეს არის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ამ მხარდაჭერის პროცესში, მეგულისხმობ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც გადადგეს უკვე ნაბიჯი, რომ მთლიანად თითქმის ლეგიტიმაციას არ აძლევენ, ახლად არჩეული ეს იქნება ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი თუ დამტკიცებული მთავრობა. ასევე არის ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც სავიზო შეზღუდვები დაუწესეთ ინდივიდუალურ ქვეყნებმა და ამიტომ ახლა დღეს პირველი რესტრიქცია, გზავნილი ჩვენი რაც არის, ეს არის, რომ აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეები, ეს პირველი და მეორე, როგორ შეიძლება ჩვენ ისეთი ალიანსი შევქმნათ აქ ამ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, რომ ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალური წნეხი განხორციელდეს ამ დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ მივახციოთ ერთი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მეორე აი ამ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს ფარგლებში ახალი არჩევნების ჩატარებას. მაგრამ რაზეც ყველა თან ხდება, არის ის, რომ დღეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი და საქართველოს რომ ევროპული მომავალი კონდეს, ეს არის ახალი არჩევნები. ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს. არათუ ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის, არამედ განვითარებისთვის, აქ არის ლაპარაკი, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე საერთოდ თავისუფლება ინდივიდუალური ადამიანების შემდგომ რომლებიც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ ქვეყანაში. ბატონო ელგუჯა, ამ წნეხის მექანიზმების ჩამონათვალში რა ადგილი უჭირავს თქვენი პარტიის გადმოსახედიდან სანქციებს, იმიტომ რომ აი მაყურებელს ვუთხარით, შეხვდით საფრანგეთის ევროპის მინისტრს, ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, მაგრამ ამ დრომდე არ გვინახავს პარიზის მხრიდან აი ეს ეროვნული სანქციები, ხომ, რაც გააკეთა მაგალითად ლატვიამ, ესტონეთმა და სხვა ქვეყნებმა. კი, ინდივიდუალური სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ასევე ის, რომ ყველა ქვეყანას ინდივიდუალური საკანონმდებლო ჩარჩო აქვს და ამიტომ პრაქტიკულ ნაწილში არის გარკვეული შეზღუდვები და გარკვეულ დროს საჭიროებს, რომ განხორციელდეს. ამის ყველაზე ეფექტური გზა ვიცით, რომ ეს იქნებოდა თუ მოხდებოდა ევროკავშირის დონეზე, მაგრამ ამ ორი ეგრეთ წოდებული ქვეყნის გამო ვერ ხდება, რომ განხორციელდეს ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევით ეგრეთ წოდებული ამ გლობალური მაგნიტსკის სიაში
შეყვანა იმ პირების, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან ამ ძალადობაში და ამ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში. ამიტომ ჩვენ გვიწევს ყველა ინდივიდუალურ ქვეყანასთან საუბარი, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს ქვეყნები რაღაცნაირად ერთი საქართველოს მეგობართა ჯგუფი ალიანსში ჩამოყალიბდება და ისინი მოახდენენ ამ ძალისხმევის გაერთიანებას. ასევე მნიშვნელოვანია, პირველი რომ აუცილებლად უნდა მივახციოთ ჩვენ იმას, რომ უკანონო დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეები განთავისუფლდნენ და რა თქმა უნდა ის რომ ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ კიდევ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქეები უნდა ჩართო და აუხსნათ რამხელა მომავალიდევს დღეს სასწორზე მით უმეტეს ამ ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ უკვე კონფორმიზმის ხია და ჩუმატყოფის დრო ნამდვილად აღარ არის. ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ყველა მოქალაქეს უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ თუ ამ ეხლა ჩამოყალიბების პროცესში რაც იქნება ევროპული უსაფრთხოების სისტემა ჩვენ თუ მისი ნაწილი არ გავხდით, შეიძლება ჩვენ კიდე რამოდენიმე ათწლეული დავრჩეთ ესე ვთქვათ რუსული კრემლის რაღაც გავლენის სფეროს და ის რაღაც ესეთ ვასალ ქვეყანას. ბატონო გუჯა, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ დასავლეთის ფოკუსში საქართველოს თუ რჩება ძირითადად მაინც იმიტომ, რომ ხალხი აი ამ უპრეცედენტო პროტესტს აჩვენებს აქ ადგილზე. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია ვთქვა, რომ აი თითოეული მოქალაქის, რომლებიც არჩევნების მეორე დღიდან აი ამ საპროტესტო პროცესში არიან ჩართული, მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ აი ამ როგორც თქვენ ესე დაიწყეთ, ხო, რომ იმდენი პრობლემებია საერთაშორისო გლობალური თვითონ ქვეყნების შიგნით, რომ საქართველოს საკითხი შეიძლება აქტუალური არ არის, მაგრამ აი ზუსტად აი ამ ჩვენი თითოეული მოქალაქის ხმა არის, რომელიც რუსთაველზე დგას, ეს აძლევს საშუალებას, რომ აი აქ მობილიზირდეს ჩვენი მხარდამჭერი ძალისხმევა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა.